მოგესალმებით, ჩვენ კვლავ ინტერნეტ ეთერში ვართ, ამჯერად განსხვავებული ფორმატით, არ გეგონოთ რომ ეს არის ჩვენი გადაცემის მესამე ეპიზოდი, გამოშვება ძალიან ძველი იქნება. ეპიზოდი. ეს არის კაცების კორპორატიულიდან მოგესალმებით. ვინაიდან სახსრები არ აგვაქვს იმისი რომ რესტორანი დაუხუროთ და ჩვენ ყველანი დაგპატიჟოთ. ხედავთ რაც ხდება სუფრაზე. უკვე შეიძლება აიღო და ჩააწოს სოუში ნურაფის ველოდები. არც ისეთი უცხო სახეები გვაქვს რომ სხვის კორპორატიულზე შევიპაროთ და მოვიხინოთ და ვერ მიგვიხვდნენ. არც მაინც და მაინც დაპატიჟებები მიგვიხილ. იმის და მიუხედავად რომ თითქმის ყველა არხი გვაქვს მოვლილი. ამიტომ ესეთ ვიწრო წრეში გადავწყვიტეთ რომ ახალ წელს შევხვდეთ. ან ცოტა ახალ წელს არ ხვდებით, მაგრამ კორპორატიული წელი გავაცილოთ დასტოინად. დღეს ვართ ირაკლი ვახტანგიშვილის სახლში. სახის გამომეტყველებითაც მიხვდებით ვის რომ კეჭისყრით ერგო. მისია სალაგებელია ეს. მოკლედ ირაკლის მეუღლე დადუნა არის პროფესიონალი შეფი. ჩემი კოლეგა ფაქტიურად. ძალიან დიდი წარმატება აქვს შენ თავზე. არტოფილის თლას თუ შენ შეფობას ეძახი. რატო შემაჯიბრე ნებისმიერი შეფი. 730 დღე ვაჭმევდი 450 კაც დღეში სამჯერ. და სამჯერ აკავშირი დაიჭრა. ჩემი გამოთვლით 800,000 კერძი მაქვს გაკეთებული. აჰა. ძირითადად რომელი იყო შემწვარი კარტოფილი და ბორში? დავიწყებ ახლა. პერლოვკა იყო. კაი პერლოვკა. პერლოვკა ვინმე აქვს საქართველოში გაკეთებული? რა არის? 800,000 ჯერ. იმედი მაქვს რომ არა. რა არის პერლოვკა? საშინელია. სპეციფიური სალაფული, რომელსაც საჭმელს ეძახიან. რომელსაც ჯარისკაცები ეტანებიან. ჯარისკაცები და გაჭირებაში თუ არა ხოსანი პირუტყვი. დადუნა არის პროფესიონალი შეფი. და უბრალოდ კარგი ადამიანი. რომელმაც ესე შემოგთავაზა კარგი რაღაც, რომ გააკეთებს 3 კერძს, პირველი, მეორე და მესამე. დათოს მოთხოვნა იყო რომ მეოთხე პირველი, მეორე და მესამე თუ რამე დაემატება. არა, დაემატება. მაგრამ ეს კერძები იქნება არა ტრადიციულ საახალწლო. და იქნება დავნერგოთ ეს კერძები. კარგია. და თან გავსინჯოთ და რას ვიტყვით, რა ჩვენ ხო ექსპერტები ვართ ამ საქმეში. როგორ უტევენ ამ ქართულ ტრადიციას? რა დაგიშავათ საახალწლო? გადაგიშავა გოჭმა, ბიჭო. საწყალი გიშავროთ ამრავალფეროვნებ. კი ბატონო. თავის დროზეც ესე დაიწყო, კი, ალბათ მართალია. მე ვიტყოდი რომ სახეზია. სამდა პერლოვკა ედოთ და იქნებ გოჭი ვცადოთო და ესე სახეზია ჩვენი გადაცემის წინსვლა. დავიწყეთ ტელევიზიით, ინტერნეტით და ეხლა უკვე ოჯახებში ვიკრით. ხო, ამის მერე ვინმე თუ კარგი ვიკრით რამე გააკეთა საჭმელი საკმარისია იმისთვის რომ გადაცემა მიუძღვა. არ მოგერიდოთ მარტო წვნიანის რო იყოს. მერე რა დარჩა ისი კუჩის მუსიკოსები ხო არის? კუჩაში დავდერდა და ცხრობას სადღაც H&M-თან რო დავდგებით კარგად გივას რა და იქ რო რაღაცა ხუმრობ და პატრონი რო გამდა აი აქ არის თქვენი. ხო გადაინა. ვინმე საპატიო სტუმარი თუა ქალაქში პოლიცია გავყრის. თავი რო არ მიწის ქვეშ გადასასვლელებში ვიხუმრებ. ჩვენ და ციგნებს ერთად გავყრი. რა დროს ხუმრობა და ბორია გადაია. და ვიღაც ციგნის ბავშვი გამის დათობიძია ჩქარა. განსაკუთრებით რო უყარს დათო რა. ხო და სანამ კერძები გამზადდება და არომატი უკვე იგრძნობა და დათოს გაკავება სულ უფრო რთული და რთული ხდება. მანამდე როგორ ჩაიარა ამ ახალმა წელმა ჩვენთვის გადაცემისთვის უკვე ჩვენი გადაცემისთვის უკვე გასაგები. წელი შევაჯამოთ მაგას ამბობ. ხო, რაღაცა ეგეთი ალბათ. იყო ხელოვნური ინტელექტის წელი, პირველ რაღაცა გამოჩნდნენ პირველი ხელოვნური ინტელექტის წარმომადგენლები. კიდე ხელოვნური ინტელექტის წელი რატო იყო? აი რაღაცა გააქტიურდნენ იქ რაღაც Google-მა გამოგაგდო, იქ სოფია ინტერვიუ მიცა. ტელეფონებიც გამოვიდა ხელოვნური ინტელექტი. ერთი ტელეფონი გამოვიდა ხსას ხელოვნური ინტელექტის რაღაცა ნიშანწყალი შეიმჩნევა. ხო და ცუდად იყიდება. არ ენდობა. ხო, არ მიყვება თვითონ პატრონს. თვითონ არჩევს პატრონს პირიქით. არავინ არ ცდილობს რომ თავისი ჭკვიანი ტელეფონი იყოს. ჩაიდოს ჯიბეში. ბიჭო, ტელეფონი რო გეუბნებ.
ეგრე არ არის. თან ისეთ ადგილას რო გიტლიკინებს ენას რა ვიღაცა ავტორიტეტი როგორია ენის ლიკი ნებისმიერ ადგილას მიუღებელია ტელეფონიდან მეტროში რო გიტლიკინებს რა ხო მაგრამ განსაკუთრებით ლექტორი რო ხარ და ლექციაზე რაღაცას ოე ისე ტელეფონი რო შენზე ჭკვიანია რა მაცივარი რო შენზე ჭკვიანია რა შეიძლება მოხდეს თქვა საღამოს მიადექი და ერთი რო დარჩები მშია დაწეკი დაიძინე რას გავხარ ხო ხედა ან მაღვიძარე რო შენზე ჭკვიანია ადე ეხა დღეს ადრე ხარ ასადგომი მაგას ისედაც გეუბნება არა რასაც დააყენებ ის გეუბნება ის რო გადათulis რო ჯობია ეხლა ეს ნახევარი საათი გავიგე იქნება ვარ დაიწყებს ბოდიაოს ან არა რო დაგხედავს არა კაი 5 წუთსაც ვარ რო გაგვიდებს ადე მოფსი და დაწეკი ხო ეს წელი კიდე ალბათ დასამახსოვრებელი იყო იმით რომ უვიზო მიმოსვლა ჩაგვირთხეს ხო იყო ვიზა ჩაგვირთხეს ანუ მთელ ქვეყანას ჩაგვირთხეს რა იცარგებლე კი ვისარგებლე მილანში გახავდით დიახ როგორ მოიმილანე აღშფოთებული ჩამოვედი რისგან რა და კაცი აღმოვაჩინე რომ ზოგიერთი ბრენდი აი როგორც უცხო პლანეტელების არსებობას ზოგი აღიარებს რა არ აღიარებს ჩემ არსებობას ზომაში თუ ზომაში მაგალითად აი რომ დაურეკო რომ იცი არსებობენ ძალიან დიდი არა ეგ ოპტიკური ილუზია ეგეთი ადამიანები არ არსებობენ შედიხარ და ჩემი ზომა მეგობ არა და security რო იდგეს და არ შეგიშვან უბრალოდ მაინც თქვილა შედიხარ თუ სხვისთვის პატარა კარები გააკეთო რომ ვერ შეეტიო შეურაცხყოფა რო არ გადიაკედა რო ვერ შეცურე რა შემოტრიალდები არა და უყურებ და გონია რომ შეგიზომები გონია რომ შეეტევი ესეთი კარი ხო არის და ოდნავ ვიღებ რა ყველას ეშინოდა რომ ბევრი ადამიანი წეგანე კითხვა თავსვი მაგრამ გასკანდალდება იმით რომ დარჩება და რეალურად სააკაშვილის გარდა რამე ვიზაზე და პასპორტზე არავინ არ დარჩენილა არა მართლა რამდენიც წავედით იმდენი ჩამოვედით ოდნავ ნაკლები მაგრამ ეს მაგრამ ისეთი ოდნავ რომ მოსულა არა ევროპიდან გითხეთ რომ ეგ მოსულა ეგ ვიზის დროსაც ეგრე იყო ხო ის ხალხი ვიზის პირობებში დარჩებოდა და ვიზასაც აიღებდა სავარაუდოდ ამან არ გამოიწვია ანსამბლებში რიცხოვნების შემცირება და ზოგადად ცეკვის იმან პოპულარიზაციის კლუბი და დაეცა ცეკვის კი ცეკოვენ ვასკოებ დაიხურა მაგიტა დაიხურა აღარ აინტერესებს აი უი რეიდში გამაჩერეს ეხლა ვიყავ ხო ქუთაისში რეიდები მართლა ეხა ის არის ხო პოლიციური რეჟიმი ბრუნდება ხო და რეჟიმი კი არა რა ქვია პოლიციური ოპერაცია გადავწყვიტე რომ იქიდან შევალ თქო რა არა გაზონიდან საფიჭყიდან რა არაპოპულარული შესასვლელი იქ გაგაჩერეს ქუთაისში ხო მე არ გაუჩერები ვარ ჯერ არც მე შენ მილანში თუ ვიყავი მილანში არ იყო რეიდი მე რამდენადაც ვიცი არა ყოველთვის ჩვენში ისუსს არ გამოუცხადები მე რო ჩამოვედი მილანში და მოსულიყო ქუთაისური აქცენტით ვიღაცა და გადმოიბიძე მაგაინა გავიგე გამოიბიძე მაქს მარტიდან ხოხედა ვერ ეტევი იტალიური ქუთაისური ასიკურაციონე რა სიმონ ბოლოში იდე იყო წელს ისა ფაროსანა ხო ფაროსანა იყო ფაროსანას იყო და ფაროსანას წელი უნარზე მოვდეს მე აისად უფრო ველოდებით ცეცხლოვანი ცხენი ფაროსანას რაღაცა უნდა რა ეს იყო მეორადი ფაროსანა აზიიდან მეორადი ფაროსანას წელი მაგრამ საერთოდ არ არის სასაცილო გაანადგურა მთელი დასავლეთ საქართველო ჯერ დასავლეთი და შეიძლება აღმოსავლეთსაც გადმოწმდეს აღმოსავლეთში სანამ ვარ ვიცინოთ და გაისად მე აზერბაიჯანელები იცინებენ მაგრამ ძალიან რთული ამბავია მე რამდენადაც ვიცი ამის მოშორება ამასთან რა მე რომ მივიჩვიოთ ვიკითხე მე რომ რამე ხო არ არის ბუნებრივი რა ფაროსანას ჭამს კი არის რაღაცა ოღონ ის ფაროსანასაც ჭამს და იმასაც რასაც ფაროსანა ჭამს ამიტომ აზრი არა ფაროსანას რომ მორჩება იმას აყოლებს ტყილს უყას ტყილი და ფაროსანა მიგზიანი ფაროსანა
ისე რანაირი არის ფაროსანას მაგივრად რამე სხვა რო შემოგხსევოდა რა გამოგვადგებოდა კიდე ისეთი იქნებოდა რა მაგალითად ზუთხი რო შემოგე ზუთხი რო თხა ანად გადამიჭეკა ბოს ყველგან ხიზი ლალაყრია ხო სადაც არ გაიხედავ მომსპარია შეხედე პომიდორს აუქნა სულ ხიზი ლალაყრია პომიდორი აღარ მაქვს ხიზი ლალა ვჭამო რასაც ჭამს იმაზე ძვირი ეს რო არის NBA-ის ჩემპიონი ყავს ხო აზამ ჩაატარა ქვია მაგას ხო მაგას ჩემპიონი ყავს ვერ მოესწრება რა ვიცი ევრაზიაში ქვეყნების უმრავლესობა ვერასდროს დიდი უმრავლესობა რეგიონს ნამდვილად ყოჩაღზაზას სერიოზული მიღწევა ქართული სპორტის კალათბურთის არა ხო რაღაცა ისეთი დიღომის რა ვიცი ყველაფრის კიდე მსოფლიო ხო მსოფლიო ჩემპიონი ყავს და ოლიმპიური ჩემპიონი და სპორტსმენი NBA-ის მოგებამდე არაფერი გეტყვია შემოიტანეთ და საჭმელი შემდეგი ნაწილი არის როგორც თქვით შემდეგი ნაწილი რა მთავარი ნაწილი ისთვისაც აქ შევიკრიბეთ უცნაური კერძები იქნება ახალი წლისთვის ზოგადად მართლა არა მაგრამ რამე ხო არ ამოხტება კერძიდან არ არის გამორიცხული ჯეფი ცეზარი ჭამე დაამთავრე ისე არ გამოიგე შილა შემოვიდა აია ესპანეთის საქვეყნოდ ცნობილი და ეროვნული კერძი. და ეს რა არის? ესპანახის ხინკლები. მენტოლიანი ხინკლი. ჩვენ კერძი არის მენტოლი იმას რა ქვია? ეს არის ზღვის აჯაფსანდალი. ხო რაღაცა მეცი. შილა, ეგ სამი კოზი უნდა გადმოიღო. ეგ შემოაქვთ ბოლოს ესპანეთში. მაინც გადათვალე რა ვიცი. რაღაცნაირი რვაფეხა არის, ნახე. Men in Black-ში რო პირველ სერიაში იბადება რაღაცა ის რო დაიჭერს, ხო გახსოვს იმას გავს. რვაფეხამ რო ჩაანაცვლოს გოჭი. საახალწლო სუფრაზე არ იქნება ცუდი ფოტოში. რვაფეხას რო ბოლოკი უდევს პირში. არა, ფეხებს შორის რა. ანუ 7 ბოლოკი გინდა. მაგ მხრივ ცოტა ხარჯიანია. არა, ერთი ბოლოკი, პატარა ფეხები. შეჭამი აბა გიორგი და რომელი ფეხი იქნება ყველაზე გემრიელი მომყევი? ჩანგარ დავაჭირე და რაღაცა გამოებურცა. მამალი ყოფილა. მეგონი უფრო გულია ეს. ხო. ხო, შენ მაგიმით ჭამე. არის ხომით. არ არის ეს სოფლის რვაფეხა ჯობია. ისპანახი მე გავსინჯე და ეხა დამატებით კიდე ერთ ცალს გადავიღებ. სხვა შორის მართლა ძალიან გემრიელია. სულ აკეთებს სახში ესეთ რაღაცებს შენი მეუღლე? ესე მწვანე ხინკლებს იმ სიხშირით არა, რა სიხშირითაც ჩვეულებრივ ხინკლებს. რა მაინტერესებს ეს მწვანე ხინკლი? გამი გრაფიკი ხო არა გაქვთ რო ვიცოდე. ცოცავი გრაფიკია. რო არ მოგადგეს ხალხი ხო? ხო. არა სასურველი ხალხი. ინტერნეტ საქართველოს მიულოცოთ ახალი. ჩვენი კორპორაციუკადან ყველაფერს საუკეთესოს. სულ გქონდეთ ხალისის სიცილის და Wi-Fi-ს გადახდის.